მეგობრებო, ამ დღეებში საქართველოში სხვადასხვა ადგილას 30,000-ზე მეტი იაპონური სამურაი კრაზანა გაუშვეს. ბევრი მეკითხება არის თუ არა ეს საშიში მოსახლეობისთვის, არის თუ არა ეს საშიში ბავშვებისთვის და მოდი ამ ვიდეოში ვისაუბროთ ამ თემაზე. საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასოფლო-სამეურნეო პრობლემას, რომელსაც ფაროსანა წარმოადგენდა, შესაძლოა ეს იაპონური კრაზანა მოერიოს. აქ საუბარია იაპონურ ქინქლაზე, რომელიც აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერია. მეცნიერება უკვე დაიწყეს მისი გაშვება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ბევრი ინტერესდება მართლა შეუძლია თუ არა ამ პატარა არსებას ფაროსანას დამარცხება. მოდი, ყველაფერს თავიდან მივყვეთ, ვისაუბროთ ფაროსანაზე, ვისაუბროთ ამ წერზე და როგორ მოქმედებს ის, მრავლდება თუ არა უკონტროლო და შემდეგ მოდი ეს დეტალები ახლა განვიხილოთ. აზიური ფაროსანა, რომლის სამეცნიერო სახელია ჰალიომორფის ჰალის და საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონისთვის პრინციპში უცხო სახეობა. მისი ბუნებრივი სამშობლოა ჩინეთი, იაპონია, კორეა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნები. საქართველოში ის ადრე არ ბინადრობდა, ბევრმა იცის ეს ფაროსანას მსგავსი პატარა წერები კი ბინადრობდნენ, მაგრამ ასეთი ტიპის ფაროსანა საქართველოში ნამდვილად არ ბინადრობდა ადრე. სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მავნებელი შავი ზღვის რეგიონში შემოვიდა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში. იმ დროს რუსებმა ჩინეთიდან სოჭში დიდი რაოდენობით დეკორატიული მცენარეები, ხეები და სამშენებლო მასალა ჩაიტანეს. ვარაუდობენ, რომ ფაროსანა სწორედ იმ ტვირთს შეყვა სოჭში, ანუ რუსების მიერ ჩინეთიდან წამოღებულ ტვირთს. იქიდან ეს მწერი სწრაფად გამრავლდა რუსეთის სამხრეთში, შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო იქიდან მერე დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც გადავიდა. გახსოვთ, სანამ სამეგრელოში შემოვიდა აფხაზეთში დიდი ამბები იყო ფაროსანასთან დაკავშირებით და ეს პასუხობს კითხვას იმაზე, თუ საიდან შემოვიდა ფაროსანა საქართველოში. ანუ ჯერ აფხაზეთში იყო და აფხაზეთში რატომ იყო? იმიტომ რომ სოჭიდან გადავიდა იქ და მერე უკვე თურქეთის ნაწილზეც გადავიდა, მერე აზერბაიჯანშიც და შემდეგ. პირველი მასობრივი გავრცელება საქართველოში რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო. მალე ფაროსანა სოფლის მეურნეობის ნამდვილ მტრად იქცა, ყველაზე მეტად დაზიანდა რა თქმა უნდა თხილის წარმოება, თუმცა მავნებელი ფაროსანა ამით არ შემოიფარგლება. ის იკვებება ასობით სახეობის მცენარით, აზიანებს თხილს, სიმინდს, ატამს, მსხალს, ვაშლს, ყურძენს, პომიდორს, ლობიოს, წიწაკას, კივს, ციტრუსებს და კიდევ მრავალ სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურას. ფაროსანა მცენარის ნაყოფს თავისი ხორთუმით ჩხლეთს, წვენს წოვს. ამის შედეგად ნაყოფი ფუჭდება, ხარისხს გარგავს და ხშირად საერთოდ გამოუსადეგარი ხდება გასაყიდად. გარდა ამისა, შემოდგომაზე ათასობით ფაროსანა სახლებში შედის გამოსაზამთრებლად. ისინი ადამიანებს არ კბენენ, მაგრამ ბევრმა მშვენივრად იცის, როგორ უსიამოვნო სუნს გამოყოფენ, რის გამოც ეს ალბათ ყველა თქვენგანს კარგად ახსოვს, რა სუნი აქვს ფაროსანას. ეს პრობლემა, მიუხედავად იმისა, საქართველოში წლების განმავლობაში იყო ქიმიური შეწამლა, სპეციალური ფერომონული ხაფანგების გამოყენება და სხვა ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობდა, მაგრამ ფაროსანას სრულად განადგურება ვერ მოხერხდა. ზოგი რას აბრალე და ზოგი რას, მაგრამ შედეგი ერთ და იგივე იყო, რომ ფაროსანა ვერ განადგურდა საქართველოში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მას ბუნებრივი მტერი თითქმის არ ყავს. ამიტომაც ახლა ახალი სტრატეგია დაიგეგმა ამ წერთან ბრძოლისთვის. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოყენება. ახლა სცენაზე გამოდის იაპონური ქინქლა, რომლის სამეცნიერო სახელია ტრიზოლკუს იაპონიკუს ან ჯაპონიკუს. მას ზოგჯერ სამურაი კრაზანასაც უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში ეს ძალიან პატარა პარაზიტული კრაზანას მსგავსი მწერია. მისი ზომა მხოლოდ დაახლოებით 1 მმ-ია და ის იმდენად პატარაა, რომ ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც ძნელად შესამჩნევია, მაგრამ სწორედ ამ პატარა მწერს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ფაროსანას რაოდენობა. ანუ იაპონური სამურაი მწერი შეებრძოლება ჩინურ ფაროსანას, მაგრამ როგორ? აზიური ფაროსანა კვერცხებს დებს ფოთლების ქვედა მხარეს. იაპონური ქინქლა სწორედ ამ კვერცხებს პოულობს, შემდეგ საკუთარ კვერცხებს დებს ამ ფაროსანას კვერცხის შიგნით და ამის შედეგად ფაროსანას ნაცვლად იქიდან ახალი ქინქლა იჩეკება. ანუ ფაროსანას იაპონური სამურაი დაბადებამდე ანადგურებს. ეს პროცესი ბუნებაში მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობაა. აღმოსავლეთ აზიაში სწორედ ეს მწერი აკონტროლებს ფაროსანას პოპულაციას. ახლა იგივე მეთოდის გამოყენებას საქართველო შეეცდება და ცდილობს პრინციპში უკვე დაიწყო, როგორც წერენ მედიაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო კვლევით ცენტრის ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა საველე გამოცდა უკვე დაიწყეს.
საქართველოს მასშტაბით 370 ლოკაციაზე 30000-ზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. ანუ როცა დაინახავთ იაპონურ ქინქლას ხელი დაუხნიეთ და წარმატება უსურვეთ ფაროსანასთან ბრძოლაში. ამ პროექტის მიზანია რომ ბუნებაში დამკვიდრდეს იაპონური სამურაი ქინქლა და ფაროსანას გამრავლება ბუნებრივად შეაფერხოს. მოდი ახლა უპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ისმება. ვინაიდან ძალიან საინტერესოა ეს პროექტი, მაგრამ ამდენიმე შეკითხვას დაისვა. მაგალითად, საინტერესო ასეთი შეკითხვა არის თუ არა იაპონური ქინქლა ადამიანისთვის საშიში. პასუხია არა. ის არ კბენს ადამიანს, არ აქვს ნესტარი, რომლითაც თავს დაგესხმება. არ გადააქვს დაავადებები, არ იკვებება იმ საკვებით, რასაც ადამიანი მიირთმევს, შინ შემოსვლაც თითქმის არ ახასიათებს. რაც შეეხება ფუტკრებს, არსებული სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მე რაც წავიკითხე, იაპონური ქინქლა ფუტკრებს თურმე თავს არ ესხმის. მისი მთავარი სამიზნე, აბა თუ გამოიცნობთ რა არის? ეხ სწორედ აზიური ფაროსანას და მასთან ახლოს მდგომი ფაროსნების კვერცხებია. ფუტკრების სკებისთვის იაპონური სამურაი ქინქლა საფრთხედ არ ითვლება. შეიძლება თუ არა რომ თავად ეს მწერი უკონტროლოდ გამრავლდეს. ესეც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეკითხვაა. თხადი ახლა ფაროსანის გამრავლება ერთია, ახლა ქინქლები თუ გამრავლდა, ეს კითხვა ნამდვილად აინტერესებს ხალხს და პასუხი ისე უარყოფითია. მისი არსებობა პირდაპირ არის დამოკიდებული ფაროსანას კვერცხებზე. თუ საკვები არ იქნება, სამურაი ქინქლას რაოდენობაც ბუნებრივად შემცირდება. სწორედ ამიტომ მეცნიერები მას ეკოლოგიურად ბევრად ეფექტურ მეთოდად მიიჩნევენ, ვიდრე დაარსთავარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო კარგ მეთოდად, ვიდრე ქიმიური შეწამვლა. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ რამდენიმე თვეში ფაროსანა საერთოდ გაქრება ბუნებიდან არა. არც მეცნიერები აუდებიან ასეთ შედეგს. მსგავსი ბიოლოგიური კონტროლის მიზანი ფაროსანას სრული განადგურება არ არის. მისი მიზანია ფაროსანას რაოდენობის შემცირება ისე დონემდე, რომ სოფლის მეურნეობას მძიმე ზიანი, როგორიცაა შეჭმა მოსავლის, არ მიაყენოს. სოფლის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იტალიაში, იაპონური ქინქლა უკვე გამოიყენება ბიოლოგიური კონტროლის მიზნით და მიღებული შედეგები ნამდვილად იმედისმომცემია და თუ საქართველოშიც წარმატებით დამკვიდრდება იაპონური საბრძოლო სახეობა სამურაი, მაშინ მომდევნო წლებში ფაროსანას პოპულაცია შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წარმოებლებისთვის. შესაძლოა სწორედ ეს 1 მილიმეტრის ზომის მწერი გახდეს ის მოკავშირე, რომელსაც საქართველოს უკვე წლები ელოდება ფაროსანასთან ბრძოლაში. ახლა კი თქვენი აზრი მაინტერესებს. როგორ ფიქრობთ? შეძლებს თუ არა იაპონური ქინქლა სამურაი საქართველოში აზიური ფაროსანას პრობლემის მნიშვნელოვან შემცირებას? თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში და თან ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მაშასე, საქართველოში ძალიან საინტერესო პროექტი იწყება, რაც ნიშნავს ფაროსანასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავებას და რასთავარია ამ სტრატეგიის უკვე განხორციელებას. საქართველოში იაპონური ქინქლა სამურაი გაუშვეს და მოდი წარმატება უსურვოთ ქართველ გლეხებს იმ საქმეში, რათა ამ იაპონურმა ქინქლა სამურაიმ ფაროსანას კვერცხებს მიაგნოს, გამრავლდეს და ფაროსანას პოპულაცია საქართველოში შეამციროს, რათა მეტი თხილის, ხილის და ბოსტნეულის მოსავალი კონდეს ქართველ გლეხს. ასეა ახალი მეთოდების დაგეგმა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისთვის. ჩვენ ასევე საინტერესოა ვისაუბროთ მომდევნო ვიდეოებში, როგორი იყო სინამდვილეში ნამდვილი ბოსტნეული. თქვენ რომ გონიათ რომ სტაფილო სინამდვილეში ნარინჯისფერია, არა, ნარინჯისფერი არ იყო სტაფილო. არც ვაშლი იყო ისეთი წვნიანი და გემრიელი, როგორც ბუნებაში ადრე. ეს ყველაფერი ჰიბრიდული გამოყვანის შედეგია. ადამიანება შეუცვალეს სტაფილოს ფერი, გემო, შეუცვალეს ვაშლს და სხვა ბევრ კულტურას, მათ შორის სიმინდს, შეუცვალეს სტრუქტურა, ზომა, ფერი, სიმაღლე, სურნელი, გემო და ასე შემდეგ. თუ თქვენ ჩაგვიჩავთ სტაფილოს, მაშინ უნდა გაგახსენდეთ, რომ სტაფილო სინამდვილეში ნარინჯისფერი არასდროს ყოფილა. სტაფილო ნარინჯისფერი მხოლოდ იმიტომაა, რომ მარკეტინგულად კარგად გაყიდულიყო ჰოლანდიაში. დიახ, ჰოლანდიელების გამო მას მეცნიერებმა ფერი შეუცვალეს და ნარინჯისფერი გახადეს. როგორც იცით, ნარინჯისფერი არის ჰოლანდიის ეროვნული ფერი. ასეა სხვა ხილის შემთხვევაში. ამიტომაც არ უნდა მოგვირიდოს სიტყვა ჰიბრიდის გამოყენება ზოგადად სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობა მუდმივად ვითარდება, ამიტომ საჭიროა ახალი ჯიშების გამოყვანა. ახალი ჰიბრიდული ჯიშების. ამაზე ჩვენ სხვა ვიდეოებში გვინდა რომ ვისაუბროთ. დღეისათვის კი ეს სულ ეს იყო. თუ გაინტერესებთ ეს თემა, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და იქ გავაგრძელოთ დისკუსია. დიდი მადლობა.